გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაგებთ საერთაშორისო ასპარეზზე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის უკვე ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან და რასთავარია შუამავლების გარეშე. რუსეთის ფედერაცია ყველანაირად შეუწყობს ხელს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას. მათ შორის იმ სახელმწიფოთა წრის გაფართოებას, რომლებიც მას ოფიციალურად აღიარებენ. აღიარებენ თუ არა მის დამოუკიდებლობას ყაზახეთი, სომხეთი და ბელორუსი იძულებულნი იქნებიან აღიარონ სოხუმელი მებაჟეების შტამპები, ბეჭდები და ფაქტურები, რადგან მათ ამიერიდან რუსეთი ცნობს და საკუთარ საბაჟო კონტროლს უთანაბრებს. პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული იქნა განკარგულებები ყველა უწყების, ყველა სამინისტროს მიმართულებით, რომლებმაც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ეს გულისხმობს როგორც საგარეო აქტივობებს, ისე ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებით აქტივობებს. დოკუმენტში ბევრ ადგილას საუბარი მიმდინარეობს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაკარგვაზე. ამიტომ რბილად რომ ვთქვათ, დეპუტატების უმეტესობა არ ეთანხმება ამ რედაქციას. რატომ უნდა აკონტროლონ რუსებმა ჩვენი ტვირთი? ასევე საუბარია მთელი სასაზღვრო ძალების გადასროლაზე საქართველოს საზღვართან. როგორ უნდა დაგვეხმაროს რუსეთი აფხაზური ენის სწავლების პრინციპების შემუშავებაში? ვიღაც დასჭირდება აფხაზური ენა, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, საგანმანათლებლო, საბაჟო, საგადასახადო, სამედიცინო, სასაზღვრო, საპოლიციო, სამხედრო რუსულ კანონებსა და სტანდარტებზე გადავა. ძალიან სერიოზული პოზიციები ამ თვალსაზრისით საერთაშორისო არენაზე დავკარგეთ. საქართველოს თემა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა პრაქტიკულად ამოვარდა საერთაშორისო დღის წესრიგიდან. მხარეები ქმნიან რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას. დაჯგუფების სარდალს ნიშნავს რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანო. ჩვენ ნელ-ნელა ფაქტიურად კარგავთ ამ ტერიტორიას. ეს ხელისუფლება იყო თუ ის ხელისუფლება, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლებამ თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს რაუნდი არ უნდა ჩაგავდეს. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება პირველი იყო, ვინც დაინახა, რომ ახალი ხელშეკრულებით ტერიტორიის დაკარგვის სამომავლო ბრალდებას ვერც მისი კოალიცია აიცილებდა. მაგრამ აბაშიძემ ჯაფარიძის სიტყვებში სულ სხვა შიში დაინახა. ეთყობა ცოტა მოხრუჭება უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი. რას იზავ? აი ჩემი კომენტარი ეს იყო. პრაღის შეხვედრა შედგა, მაგრამ კარასინისა და რუსეთის პოზიციაში ვერაფერი შეცვალა. ანდრია გრომიკოს სკოლა იმპერიის ხაზს ასე იოლად არ ღალატობს. რუსებმა აფხაზეთში გარისკეს და გაუვიდათ. სამაჩაბლოში გარისკეს და გაუვიდათ. ყირიმში გარისკეს და გაუვიდათ. დონბასში გარისკეს და ჯერჯერობით გაზდით. ამიტომ ვინც გარისკა დრო და დრო სვამ შამპანურს და გამოდმებით ჩვენსა და სხვათა სისხლს. ორგანოებში გვხვდება რაღაც ნაწილები, სისხლის დენა იწყება. რითი და როგორ გვემუქრება ებოლა? რისკი რა თქმა უნდა არსებობს. ამას ქვია მელცერის ტიპის ბოქსი. პოსტსკრიპტუმის ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველის ოჯახთან, რომელიც ლიბერიიდან ევაკუაციას ელოდება. ამჟამად როგორც ჩანს მის პიკისკენ რაოდენობა ინფიცირებულის და გადასვლების პოლიციამ მაღლობს. შეიძინე 500 ლარის პროდუქტიან მომსახურება Tegeta Motors-ში და მიიღეს საჩუქრად მესამე პირის პასუხისმგებლობის დატვირთვა. Tegeta Motors-ი, პოსტსკრიპტუმის სპონსორი. გადაცემის სპონსორია ავერსი. ავერსი 20 წელი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში. გადაცემის სპონსორია Arki Tower. შეიძინე ბინა და მიიღეს საოჯახო ტექნიკა საჩუქრად. Arki ჯგუფი, შენიორებული სახლი. 2-600-600. საუკეთესო არჩევანი. შეიძინე 500 ლარის პროდუქტიან მომსახურება Tegeta Motors-ში და მიიღეს საჩუქრად მესამე პირის პასუხისმგებლობის დატვირთვა. Tegeta Motors-ი, პოსტსკრიპტუმის სპონსორი. სათანადო გამოკვლევების გარეშე გამოწერილი რეცეპტი საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტის სხვაგან გაურკვეველი ხარისხის მედიკამენტებში, როდესაც ფარმადეპოში ევროპაში გამოცდილ ყველა რეცეპტულ მედიკამენტზე განსაკუთრებული ფასდაგლებაა ყოველ სამუშაო დღეს. მოიტანეთ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი ფარმადეპოში და მიიღეთ განსაკუთრებული ფასდაგლება. ფარმადეპო, უკეთესი ცხოვრებისათვის. საქართველოს პოსტა. გახადე ურთიერთობა, ხელშესახები. რატომ მხოლოდ გათითრება? გაიფრწყინეთ. ახალი Aquafresh-ი HD White იწყებს მოქმედებას პირველივე მოხმარების შემდეგ. მილიონი ილუმი პერლსი აშორებს ლაქებს და აპრიალებს. ათეთრებს სამჯერ უკეთესად.
მწვანე ღიმილი. ახალი Aquafresh HD White. Aquafresh. Feel good protection. ასკანელი. შეიგრძენი ჰარმონია. 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება. დაგვიღე კარი. გავიგოთ რამდენი ვართ. საქსტატი. არაფიცელსი. შექმნილია სიამოვნებისთვის. ხელს იშლით თანამედროვე ცხოვრების წესის არასასურველი შედეგები. მხოლოდ ბორჯომი, ვულკანური წარმოშობის მინერალების წყალობით ეფექტურად წმენს თქვენს ორგანიზმს. ბორჯომი, გათავისუფლების ზედმეტისაგან. 1 თებერვლამდე მიიღეთ ან გაგზავნეთ ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ყოველ მესამე გზავნილზე თქვენს მობილურ ტელეფონზე მიიღეთ 5 ლარის სასაუბრო დრო საჩუქრად. გახდით ფულადი გზავნილების მუდმივი მომხმარებელი საქართველოს ბანკში და მიიღეთ საჩუქრები. საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. გასაოცარია. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორი თხელია, თანაც რამდენის დატევაა შესაძლებელი მასში. Care-Free Plus-ის თხელი ყოველდღიურები, რომლებიც შეიცავენ სუპერ აბსორბირებად ფენას მაქსიმალური დაცვისთვის. Care-Free Plus-ი, სიცხელის პლუს სუპერდაცვა. თბილისის მერია, ხელოვნების სახელოსნო ტემპერა და თბილისის ჰამქარი იწყებენ ქანდაკების კონკურს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში? მიიღე მონაწილეობა კონკურსში. გამოძერწე შენს მშობლებთან ერთად შენი თვალით დანახული თბილისი, გადაუღე ფოტო და გამოგეგზავნე Facebook-ის მისამართზე რა ძეგლს ვისურვებდი. კონკურსი გაგრძელდება 6 ნოემბრამდე. გააქვთ პრივატბანკის სახელფასო ბარათი. პრივატბანკი გიბრუნებთ თანხას. გადაიხადეთ პრივატბანკის სახელფასო ბარათით და დაიბრუნეთ გახარჯული თანხის 5%. +5 პრივატბანკისგან. დარეგისტრირდით ვებგვერდზე. როგორც მომხერალი და მსახიობი, ყოველთვის შესანიშნავად უნდა გამოვიყურებოდე. ამიტომ ვენდობი მხოლოდ პალეტს. პალეტის ახალი მდგრადი კრემსაღებავი, თმის მოვლა და ინტენსიური ფერი, კერატინის გაუმჯობესებული კომპლექსის წყალობით. ფერი, რომელიც თავს შესანიშნავად მაგრძნობინებს. ახალი პალეტი ახლა გაცილებით ხელმისაწვდომია. -10%. 1 კილოგრამი ხმელსხორცით 11 ლარი და 50 თეთრი. გვეწვიეთ, კარფური, ყოველთვის დაბალი ფასები. თმის ფერთა გამა და ინტენსიურობა უსაზღრო უნდა იყოს. როგორც ექსპერტი, მეგირჩევთ სიოსის ახალ საღებავს. ხების პროფესიონალური ხარისხი ფერის პიგმენტების კონცენტრირებული მიქსით. ახლა უკვე 30%-მდე უფრო მდგრადი და ინტენსიური ფერი. და რაც მთავარია, სიოსის შეძენა შემიძლია ჩვეულებრივ მაღაზიაში. ახალი სიოსი შემუშავებულია პროფესიონალ სტილისტებთან ერთად. საქართველოს მაღალმთიანი ბუნების წიაღში, სადაც ჰაერი გამჭვირვალეა, ბალახი კი ყოველთვის მწვანე. მოიპოვება ყველაზე სუფთა და ჯანსაღირზე. სწორედ მრძისგან მზადდება სანტინოს ნატურალური ნაღების კარაკი, უგემრიელესი სანელებლებით, რომელიც თქვენს დილას განსაკუთრებულად აქცევს. სანტინოს ნაღების კარაკი, მთის საჩუქარი თქვენს ოჯახს. სმაილი ხურავს ტექნიკის ბაზარს. სარეცხი მანქანები 529 ლარიდან. ყველაზე დიდი საშემოდგომო ფასდაკლება Elite Electronics-ში. გორენიე სარეცხი მანქანა 559 ლარად. ახალი ჯადოსნური საოჯახო ტილო მიკროფიბრა წმენს ყველაზე ძნელად მოსაშორებელ ჭუჭხსაც კი. ახალი ჯადოსნური საოჯახო ტილო მიკროფიბრა ბილედასგან. ჩვენ PSP მუდამ ზრუნავთ თქვენზე. წარმოადგინეთ რეცეპტი და მიიღეთ გრანდიოზული ფასდაკლება ნებისმიერ მედიკამენტზე. არა მარტო სამშაბათს და პარასკევს, არამედ ყოველ დღე. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ძალიან ვიყვარს ბებიასთან სოფელში ყოფნა. გამჭვირვალე მდინარე, სუფთა ჰაერი. ბებია ყოველთვის გვახვედრებს რაიმე გემრიელს და სასარგებლოს. მოდით მალე, ყველაფერი მზად არის. მე არაჟანს მხოლოდ სოფლის ნობათისგან ვამზადებ. სქელი არაჟანი ძალიან გემრიელია და ნებისმიერ კერძს უხდება. მხოლოდ სოფელშია შესაძლებელი ყველაფერი იყოს სასარგებლო და ნატურალური. როგორც კი ბებიას არაჟანს შეჭამ, მაშინვე ძალა და ენერგია გემატება. წაიღეთ ქალაქში სოფლის ნობათი. სოფლის ნობათი, ყოველთვის ნატურალური პროდუქტი. წარმოგიდგენთ იდეალურ ოჯახს. სანიმუშოდ ბეჯითი ქალიშვილი, მოსიყვარულე დედა სანდომიანი ღიმილით, უნაკლო რეპუტაციის მქონე ექიმი მამა და უბადლოდ მოწესრიგებული ვაჟიშვილი.
მათი კარი მუდამ აფრქვევს მადის აღმძვრელი რამცხვრის არომატს. ფანჯრიდან კი ჟღერს დამამშვიდებელი მუსიკის ჰანგები. არ უნდა გამოგვჩეს რიჩი, რომელსაც 3 კონკურსი აქვს მოგებული და 2 ადამიანი ყავს გადარჩენილი. თავისთავად ახალი სახლის შესაძენად გამოტანილ იპოთეკურ სესხსაც ცოლ-ქმარის შესაშური პუნქტუალურობით იხდის. თუმცა და სხვა ბანკში და დაუმსახურებლად მაღალ პროცენტში. რასაკვირველია ეს მათ ჰარმონიას არ არღვევს. ეს ხომ იდეალური ოჯახია. ასეთები კი მხოლოდ ფილმებში თუ არსებობენ. ამიტომ თუ თქვენ სხვა ბანკში გაქვთ იპოთეკური სესხი და დროულად იხდით ყოველთვიურ შენადანს, ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ უმოკლეს ვადაში და ზედმეტი პროცედურების გარეშე ინდივიდუალურ პირობას იპოთეკურ სესხზე. გაიგეთ, რას გთავაზობთ ცესხების საშემოდგომო პორტირება. საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. მიჭირთ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მართლა სადისტურად მეკცევა. წარმოუდგენლად დიდხანს ვალოდინებს. აღარ შემიძლია ამდენი სიყვარული. დამშვიდით და შეიძინეთ Lenovo's ლეპტოპი ლიცენზირებული Windows-ით 599 ლარად. ალტაში. თხელი და სუსტითმა აღარასოდეს. ინოვაცია შვარცკოპისაგან. შაუმა კერატინის ძალა. 2-ჯერ მეტი კერატინი, 2-ჯერ მეტი სიძლიერე. უსაზღვროდ ძლიერი თმა და თითქმის 20-ჯერ ნაკლები მწვერვალობა. თმის მაქსიმალური გაჯანსაღება შაუმას ისტორიაში. სიახლე, შაუმა კერატინის ძალა. შვარცკოპი, პროფესიონალთა გამოცდილება თქვენი თმისათვის. ყურადღება, ყველა რეისი გაუქმებულია. ალპენგოლდი, ოპტიმიზმი შენს ხელშია. Ei, Skhiro, ისუნთქე. ხომ არ შემიძლია ყველაფერი მარტომ ვაგეთო? გავცივდი. შიგნით ყველაფერი გამომიშრა. სურდოს დროს ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება და დროა ჩემით ისარგებლოთ. ოტრივინი დამატენიანებელი ფორმულა 2 მაგი მოქმედებით. რამდენიმე წუთში დაგეხმარება ცხვირის სუნთქვის აღდგენაში და დაიცავს ლორწოვან გარს გამოშვებისგან. გამოყენებისას გაიცანოთ ინსტრუქციას, გველითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. კიდევ ერთი სიახლე ჯეოსელისგან. შეიძინეთ Android-ის smartphone-ები განმოდებით თვეში მხოლოდ 19 ლარიდან და ყოველთვიურად მიიღეთ ინტერნეტ პაკეტების საჩუქრად. საუკეთესო ფასები მხოლოდ ჯეოსელში. შეიძინე 500 ლარის პროდუქტიან მომსახურება Tegeta Motors-ში და მიიღე საჩუქრად მესამე პირის პასუხისმგებლობის დაწვევა. Tegeta Motors-ი, პოსტსკრიპტუმის სპონსორი. გადაცემის სპონსორია ავერსი. ავერსი 20 წელი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში. გადაცემის სპონსორია არქიტაუერი. შეიძინე ბინა და ისარგებლე უპროცენტო განვადებით. არქი ჯგუფი თბილისის ყველა უბანში. 2-600-600. კარგი შეთავაზება. შეიძინე 500 ლარის პროდუქტიან მომსახურება Tegeta Motors-ში და მიიღე საჩუქრად მესამე პირის პასუხისმგებლობის დაწვევა. Tegeta Motors-ი, პოსტსკრიპტუმის სპონსორი. პოსტსკრიპტუმი კვლავ პირდაპირ ეთერშია და მე შეგახსენებ ჩვენ ინტერაქტიულ გამოკითხვას, მასში ასე რითი ხსნით ქალებზე ბოლოდროინდელ გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. თუ თვლით, რომ ეს განათლების ნაკლებობით ახსნება, დარეკეთ ნომერზე 2-32-92-52, თუ ყალბი ტრადიციები, დარეკეთ ნომერზე 2-32-92-76, თუ არასამთავრო სამართალდამცავთა არასათანადო მოქმედებით, მაშინ დარეკეთ ნომერზე 2-32-92-79. ახლა კი ებოლა ლიბერიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დღე-დღეს ევაკუაციას ელოდება. პოსტსკრიპტუმი მას სკაიპის მეშვეობით ესაუბრა. თბილისში კი მისი ოჯახის წევრები შეხვდა, რომლებიც რამოდენიმე თვის წინ მომაკვდინებელ ვირუსს გამოექცნენ. ბოლო მონაცემებით ჰემორაგიული ცხელება, მომაკვდინებელი ვირუსი სახელად ებოლა, სულ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ლიბერიის ღარიბ დასახლებებში. ლიბერიის ქალაქ მონროვიაში ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით მინიმუმ 3 ქართველი იმყოფება და საქმიანობიდან გამომდინარე საფრთხესთან უშუალო კონტაქტი აქვთ.
ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ეპიკაშვილი, რომელიც მონროვიაში USAID-ის ჰუმანიტარული მისიით იმყოფება, პოსტსკრიპტუმ შექმნილ სიტუაციას აცნობს. დიდი რაოდენობა პარი გადაცვლილების, რომლითაც ინფორმაცია არ არსებობს, ანუ არ არის დადასტურებული რითი გადაიცვალნენ, ქონდათ თუ არა ებოლა. ძირითადი დაცვის მექანიზმები არის პირადი ჰიგიენა, ეს გამოიხატება ხელების დაბანა საკმაოდ კონცენტრირებული თორიანი წყლით. ასევე შესაძლოა დაგვარად ხელთათმანები. ზურაბ ეპიკაშვილის მეუღლე და შვილი ეპიდემიის საფრთხეს აგვისტოში გამოექცნენ. რეალურად რაც ხდება ადგილზე არის აბსოლუტურად საშინელება არაძლევენ სამინისტროებს და სამავდყოფოებს და მარხავენ თვითონ, რაც არის წარმოუდგენელი ებოლას დროს, იმიტომ რომ გვამი უნდა დაიწვეს. მე რამდენადაც ვიცი, აი ამ მომენტში ხო გარდაცვლილია ბიჭი 27 წლის და ის წევს მანქანაში 2 დღე, კვტარი. ეს არავინ არ ეკარება. ეს ლიბერიაში, მონროვიაში. ლიბერიიდან წამოსვლა გადავწყვიტეთ 30-29 ივლისს. იმიტომ რომ დაიწყო უკვე პანიკა ებოლის შესახებ და ეს ყველაფერი უკვე გავრცელდა და მე ვთვლი რომ მაგათ მაიცოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ებოლა ვრცელდება და ძალიან. მაგრამ მალავდნენ ამ ყველაფერს და ბოლო მომენტი იყო როცა ჩვენ უკვე ჩვენ საცხოვრებელ სახლში სადაც ვიყავით ამ კემპაუდის უფროსმა მოიწვია უკვე ჯგუფები რომელიც წმინდნავდნენ ტერიტორიებს და ქლორირებას უკეთებდნენ ყველაფერს. შემოვიდნენ მასკიანი ხალხი რომელიც დაცული იყვნენ მთლიანად ებოლისაგან და ამან უკვე შეგვაშინა ნახდათ, იმიტომ რომ მივხვდით რომ ეგ ხუმრობა აღარ იყო. საქართველოში როცა ჩამოვედი, ებოლა უკვე იყო ძალიან გავრცელებული. ეს იყო უკვე მოდებული რამოდენიმე ქვეყანაში და მე ვთვლი რომ საქართველოში კონტროლი უნდა ყოფილიყო ამისთვის, არც მკითხეს, საიდან მოვდივარ. ეს აბსოლუტურად არანაირი, მე ვიცი რომ ჩვენი ბიჭები რომელიც საზღვარგარეთ მუშაობენ აი ლიბერიაში და იმაში ჩამოდიან ჩვეულებრივად არავინ დაჟე აი შეეკითხეს ტელეფონის ნომრები თუ ცუდად გახთები რომ დაგვირეკო და აი დაგიკავშირდებით. ეს ეგ არ არის ისეთი სახუმარო საქმე რომ დამირეკე რო რამე. ჩვენ შემთხვევაში ქართველებისათვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვინც არიან ლიბერიაში სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ასე ვთქვათ ოფცია რჩება ჩვენი დამკვირვებელი სააგენტოების მიერ მიღებული ზომები. ვინაიდან საქართველოს საელჩო და წარმომადგენლობა ასე ვთქვათ ეთიოპიაში ჩვენ შევშევით ვებსაიტიდან რას თავის